ჩვენ გადავიდეთ 23-24 თავები და არანაკლებად საინტერესო თავები არის ეს შემოკარგებო. რო გითხარით გამოსulis მე-19 თავიდან 24-ის ჩათვლით, ეს მოიცავს 6 თავს. 19, 20, 21, 22, 23, 24 ეს არის უყველაფერი 10 მცნებაზე დაფუძნებული ის კანონები, რომლებიც არეგულირებს საზოგადოებრივ ცხოვრებას და არის უნიკალური ამ თვალსაზრისით. ყველანაირ კანონს ვეცნობით აქ ჩვენ, თქვათ, სექსუალური კანონის ცოდნა, დღესასწაულების დაცვის, იურიდიული, ცოდვის ჩადენის, აქ ყველაფერი დაწვრილებით არის გადმოცემული და კითხვის პროცესში შეიძლება თუ ეს შრალად წავიკითხეთ, გემო ვერ ჩავატანოთ. და თუ მუხლზე დავფიქრდებით, გავიანალიზებთ, თან მიმოვიხედავთ რა ცხოვრებაში ვცხოვრობთ, მივხვდებით, რომ ეს არის უნიკალური უნივერსალური კანონი, რომელიც საფუძვლად უდევს მთელ ცივილიზაციას. არ არსებობს ცივილიზებული სამყარო ამ კანონებზე არ იყოს. უბრალოდ ხდება ამ კანონების ახლა ან კანონებიდან დაშორება, ან ჩანაცვლება იმ სოფხედულობით, რომელიც სოფხედულობაც ამა თუ იმ ქვეყანაში გაბატონდება. და დღეს ვიცით, რომ მთელი ქვეყნებში გაბატონებული არის უკვე პრაგმატისტული ეთიკა, სიტუაციური ეთიკა, სიტუაციური ეთიკიდან გამომდინარე, ჩვენ ეს კანონები უკვე მოძველებულად გვეჩვენება. ან კიდევ თქვათ პრაგმატისტული ეთიკიდან, ან რელატიური ეთიკიდან, აქაც ვერ გავაგებთ რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე, რამე თუ რელატიური ეთიკის მიმდევარი ფილოსოფოსები იძახიან, რომ ეს შეფარდებითია ცნება ბოროტება. და ის რაც შემგონია ბოროტება არ არის ბოროტება და ის რაც მე მგონია სიკეთე შეიძლება არ იყოს სიკეთე და პირიქით ბოროტება სიკეთეთ ჩაითვალოს და სიკეთე ბოროტებად. ამას სწავლობს ეთიკა, რომელიც რელატივის ხადაგებს, რომელიც ფესვები შორეულ საბერძნეთშიც ძევს და იქიდან მოდის ეს. მაგრამ ბიბლია უკვე სულ სხვა რამეს გვეგონება ჩემოკარგებო და პრობლემაც იმიტომ არის საზოგადოებაში, რომ ამ კანონების არათუ მიღება დახვეწა მოხდა და გატარება, დაშორება. და კერძოდ დღეს კანონები ისე არის დაყრილი საზოგადოებრივ ქვეყნებში, სახელმწიფოებში, რომ უკვე დამნაშავეს უფრო მეტი პრივილეგია აქვს, მიდრე მსხვერპლს. მეტი პრივილეგია აქვს და კრიმინალს. ხო, მეტად იცავენ, თქვათ, რომელიმე წრეგადასულ პიროვნებას სექსუალური თვალსაზრისით და დღეს მაგალითად ჰომოსექსუალისტები საერთოდ იმ კანონს უარყოფენ, საზოგადოებაც არ იღებს იმ კანონს, სადაც კანონი კრძალავს ჰომოსექსუალიზმს, ზოოფილიას. დღეს ეს კარგ ტონად ითვლება ჰომოსექსუალიზმი და ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანად ითვლება, ვინც ამას თანაუგრძნობს და იღებს. ბიბლიის თანახმად ეს პროგრესულობა კი არა, ეს არის სასიკვდილო ცოდვაში ყოფნა და ამ ცოდვის შედეგად მკვდომა და ამის ხელი შეწყობა, რომელიმე ჩვენთაგანისთვის ისევე მავნებელია. ასე რომ მე არასოდეს ხელს არ შეუწყობ ამას და არც არანაირად არ ვიზიარებ, არც ვიქნები იმ წრეში, რომ უმტკიცრო ეს ისა ჯანდაბამდეს გზა ქონიათ. აი მე მიმდევარი ვარ ღვთაებრივი კანონებისა და ადამიანური კანონები რაც შემოდის, ვადარებ ღვთაებრივ კანონებს. რაც იმჟამინდელი ყოფისთვის იყო კერძო ნიუანსირებული კანონები, ის შეიძლება ჩემთვის არ გადმოვიტანო, მაგრამ ძირითადად კი ამიღია. მაგალითად, არ შეავიწროვო მდგმური. შენც გაიხსენე რომ მდგმური იყავი ქვეყანაში. მერე რაც შეეხება, თქვათ, მონობა, სიტყვა მონობა დამახინჯებულია დღეს, თორე ეს თავის დროზე ძალიან კარგი ტერმინი იყო. თუ ადამიანს შენთან უნდა ყოფნა, ის არ გააგდო. მას უნდა შენთან ყოფნა, ხომ? არის ესეთი და ძალიან მაგარი რაღაცა. შენ ქვეყანაში უნდა ყოფნა კაც მიიღე. დღეს ესეც დარღვეულია. საიმიგრაციო კანონების სხვანაირად არის დაშორებულია ბიბლიურ ამ პარაგრაფებს. იმიტომ ვართ არეულ-დარეული ჩვენ. არა ჩემთვის ეს არის უნიკალური კანონები. წავიკითხოთ 23 თავი, რომელიც ძალიან პატარაა. 24 და სალაპარაკოც ექნება თან თავზე, ვინც მოამზადა თემები და ფიქრობს. ალბათ 23 თავი და ჩვენი საქმეც გავაკეთოთ. თავი 23. სრულხმები არ დაყარო. ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი სრულმოწმობით. უმრავლესობას ნუაყვები ბოროტ საქმეში. ნუ გადაეხები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამართალს. შეღავაც ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადაო საქმეში. თუ შენი მტრით დაკარგულ ხარს ან სახედარს წაწყდებისადმე, დაუბრუნე პატრონს. თუ შენი მტრით სახედარს ტვირთის ქვეშ მოყოლილს დაინახავ, ნუ მიატოვებ, გამოხსნაში დაეხმარე. ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ. ერიდე სიცრუეს. უდანაშაულოს და მართალკაც ნუ მოკლავ, რადგან ბოროტმოქმედს არ გავამართლებ. ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს. მდგმურს ნუ შეავიწროებ. თავად იცით მდგმურის ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში. 6 წელიწად თესე მიწა და აიღე მისი მოსავალი. მე-7 წელს არ დაამუშავო. მიაგდე იგი, რომ საზრდო გქონდეთ შენიერი ზღარიბ ღადაკებს. და რომ მისი ნარჩენები გარეულმა პირუტყმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენივე ნახისა და ზეთის ხილის მიმართ.
6 დღეს აკეთე შენი საქმეები, ხოლო მე-7 დღეს იუქმე, რათა შეისვენო შენმა ხარმა და სახედარმა. სული მოითქვან შენი მხევლის შვილმა და მდგმურმა. რაც გითხარით, ყველაფერი დაიცავით. სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, არ დასცდეს თქვენს ბაგეებს. 3-ჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში. უფუარობის დღესასწაული დაიცავე. 7 დღეს ჭამე ხმიადი, განკუთვნილ დროს აბივის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს. იზეიმე დღესასწაული შენი შრომის პირველ ნაყოფთა მოწევისა, რაც კი ყანაში დაგითესავს, და დღესასწაული კრეფისა წლის დამლევს, როცა შეუდგები ყანაში შენი ნამუშაკების აკრეფას. წელიწადში 3-ჯერ ეჩვენოს უფალ ღმერთს ყოველი მამაკაცი. საფუარზე არ დაგეღვაროს ჩემი საკლავის სისხლი, არ დარჩეს დილამდე ჩემი სადღესასწაულო ცხიმი. შენი მიწის პირველ მოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის შენი ღმერთის სახლში. არ მოხარშევ თიკანი თავისი დედის რძეში. აჰა წაგიმძღვარებ ანგელოს, რომ გიფარავდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე. უფრთხილდი ისმინე მისი სიტყვა. ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი სახელი. თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროებ შენს შემავიწროვებლებს. როდესაც წაგიწყობა ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ, თაყვანი არცე მათ ღმერთებს. არ ემსახურო, არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ ჩაშალე ისინი და დალეწე მათი სვეტები. ემსახურეთ უფალს თქვენს ღმერთს და გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს. არ გავაჭაჭანებს ნეულებას თქვენ შორის. არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმომწყდარი და ბერწი. ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს. წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშსა და ზარს. შევაძრწუნებ ყოველ ხალხს, ვისთანაც კი მიხვალ. ზურგს შევაქცევინებ შენთვის შენს მტრებს. პრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და მოგაშორებინ ისინი ხივიელებს, ქანაანელებს და ხეთელებს. არ მოგაშორებ მათ ერთ წელიწადს, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ გარეული მხეცები. თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა. დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრს და მოიშორებ მათ. თუ შეეკრები ნურთს მათ და ნურთს მათ ღმერთებს, არ უნდა ემკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, ნახეში გაედმები. თავი 24. უთხრა მოსეს, ადით უფალთან შენ, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის 70 უხუცესი და შორიდან ეცით თაყვანი. მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს უფალს, დანარჩენები არ მიუახლოვდნენ. ხალხი არავიდეს მასთან ერთად. ჰივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს, უფლის ნათქვამი და ყველა სჯულდება. ერთხმათ უპასუხა ხალხმა და უთხრა, ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბრძანებია უფალს. დაწერა მოსემ უფლის სიტყვები. ადგა დილა ადრიანად და აღმართა მთისძირას სამსხვერპლო და 12 სვეტი ისრაელის 12 შტოს მიხედვით. გაგზავნა ისრაელიანთაგან ყმაწვილი კაცები და მათაც მიიტანეს აღსავლენი და შესწირეს უფალს ხარები სამადლობელ მსხვერპლად. აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და თასებში ჩაასხა, ხოლო ნახევარი სამსხვერპლოს ასხურა. აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს. თქვა ხალხმა, ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს. აიღო მოსემ სისხლი და მიასხურა ხალხს. თქვა, აჰა სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა ყველა ამ საქმეზე. ავიდნენ მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელიანთა 70 უხუცესი. იხილეს მათ ისრაელის ღმერთი. მის ფერხდით იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა, სუფთა როგორც თავად ზეცა. ისრაელიანთა თავკაცებზე არ აღუმართავს ხელი. ხედავდნენ ღმერთს, ჭამდნენ და სვამდნენ. უთხრა უფალმა მოსეს, ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი. მოგცემ ფიქალებს, რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოწყვად რომ დავწერე. ადგა მოსე და მისი მსახური იესო, დავიდა მოსე ღვთის მთაზე. ხოლო უხუცესებს უთხრა, აქ იყავით, ვიდრე თქვენთან მოვბრუნდებით.
აჰა თქვენთან იქნებიან აარონი და ხური. თუ ვისმე რამე საქმე გაუჩნდა, მათ მიაკითხოს. ავიდა მოსე მთაზე და დაფარა ღრუბელმა მთა. მოეფინა უფლის დიდება სინაის მთას. 6 დღეს ეფარა მას ღრუბელი და მე-7 დღეს მოუწოდა უფალმა ღრუბლიდან. გამოჩნდა უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით ისრაელიანთა თვალწინ. შევიდა მოსე ღრუბელში და ავიდა მთაზე. 40 დღე და 40 ღამე იყო მოსე მთაზე. 23-24 თავი წავიკითხეთ და რა ვიცი თუ გული ყურით მიადევნეთ თვალყური. მუხლი-მუხლზე არის კანონები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით რამოდენიმე მუხლზე შეიძლება შეჩერება და გავიაზროთ თანამედროვე კონტექსტში, რამე თუ მე ახალ აღთქმიდან გამოძახილი როგორი არის ამ მუხლებზე, რომ ჩვენ კარგად გავიგოთ რაზეა მადლაპარაკი და რა დავკარგეთ, რა არის თქვათ შენარჩუნებული და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეგ სულიერი ასპექტით, სახით, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ამ საკითხთან დაკავშირებით კანონების სამართლიანობა უსამართლობის შესახებ ეს ახლა ბიბლიდან არის მოწოდებული და ანტიკურ სამყაროში იცით ალბათ თემი და ვინ იყო და რა იყო და თემი და როგორი ქანდაკებით გამოსახავდნენ. თვალები ახვეული ქალი, მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავს, მარცხენაში სასწორი. ესე იგი თვალების ახვეული ორი სიმბოლო ხო მიუკერძოებლად სახით არ უნდა განსაჯო. სასწორი იყო სიმბოლო იმისი, რომ სამართალი გაიმარჯვებს, სამართალიდან იქნება ეს სასჯელი და ხმალი კი მკაცრ სასჯელზე. ეხლა ანტიკურ სამყაროში ბიბლია არავინ არ იცოდა. რეაქციად ყურადღება ყველა ადამიანში მოთხოვნილება არის სამართლიანობისა და სწორედ ეს ვინ თუ არა ღმერთი გვაძლევს ისეთ კანონებს და უცნაური კიდე რა არის ჩვენ რო ვკითხულობთ მე დამაფიქრე ერთმა რამ. ჩამოწერილი რო არის მე გადავალთ კიდე იმაზე და ესეთი მითითებები რომ ეს არ უნდა მოკლა, არ უნდა მოიპარო, არ უნდა დაწვეს საქონელთან. უცნაურია რატომ თქვა ეს ღმერთმა რა ადამიანში ეს მიდრეკილებები არის. ირკვევა რომ ამ კანონის თანახმად არის და იმის მაგურად რომ ადამიანმა ეს აღიაროს და მე რო არის ეს ვერ გადავახტებით ამ კანონს. ესე იგი წერს კანონს იმიტომ რომ ღმერთი იყურება ყველაფერში მისი ქმნილებას კარგად იცნობს თან განსაკუთრებით ცოდვადაცემულს და დაადევნებს მარეგულირებულ კანონებს რომ ამ კანონების დარღვევის შედეგად ჩვენ არ დავიღუპოთ. და ამის შეუსრულებლობა არის ჩვენი პიროვნების განადგურება, სულიერად და ყველანა ფიზიკურადაც კი. აი ეს დამაფიქრებელია, შეურაცხყოფელიც კი არის ერთ შემთხვევაში 21 საუკუნეში ესეთ ცივილიზებული ვითომ ქვეყანა არის და რა კანონები ცხოველთან რატო უნდა დავწოთ? ჩვენ და სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ 21 საუკუნეში ასეთი იმებს აქვს ადგილი. ცხოველთანაც არის ურთიერთობა, რო იცოდეთ მეგობრებო, არა მასშტაბური არის. ამის აფიშირება არ ხდება, მაგრამ ნამდვილად არის ადამიანური ბუნებაში და არ ღვევენ მაკანონს. ასევე ჰომო ურთიერთობებიც არის, ჰომოსექსუალიზმი რო იგულისხმება და ეს მთლიანად გამოცხადებულია და ამას თავის ფილოსოფიური საფუძვლებიც აქვს, ეს ჭეშმარიტია და აი ასე არის იგნორირებული ის ღვთაებრივი კანონები, რომელიც ღმერთმა მოსეს ხელით მოიტანა საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და მარეგულირებელი იყოს ჩვენ ურთიერთობაში. თან კიდე მიაქციეთ ყურადღებას ისრაელის ერი, როგორც აი ამ წარმართული სამყაროდან გამოცალკევებული რაღაც ჰერმეტულად, რაღაც ეგრე ეფერება მართლა არ წევის იმასავით ატარებს ხომ ეს ანაკარი. ის არის ეს ერი, როგორ ეს არ გავაღმერთოთ ერი. უბრალოდ ასეთი მაგალითი ნიმუში არის ჩვენთვისაც ხო და რა არის ჩვენთვის ჭუის სასწავლებელი? არ არის ებრაელთა ერის ისტორია, მანდა მაინც მხოლოდ და იმისი ღმერთი. აი ეს არის უბრალოდ ისურვა ღმერთმა ამ ხალხის მეშვეობით დაგველაპარაკოს ჩვენ. რა არის ჩვენთვის მისაღები ავიღოთ, თან გავითვალისწინოთ რომ ის 15 საუკუნეში ესე იგი ძველი წელთაღრიცხვით ხალხს მიყვება უდაბნოში და ჩამოუყალიბებელი არის მთლიანად ერი, ჩამოუყალიბებელია ყველანაირად, სამხედრო თვალსაზრისით, ღმერთის თაყვანისცემის თვალსაზრისით, ყველანაირად, არაფერი არ იციან. ეს არის თითქოს ახალშობილი, როგორც ნაცია ერი, ეს არის ახალშობილი. 2 მილიონი ნახევრიანი აი ეს მასა მოდის და ბუნებრივია უპრიანია ზუსტად რომ ღმერთი აწესრიგებს აი ამ ურთიერთობებს ამ კანონების ღვთაებრივი კანონების მეშვეობით, რომელიც აგრეგატად აქტუალურია დღესაც მთელ რიგ სახელმწიფოებში და პირადად ადამიანისთვისაც როგორ არის ჩვენში ჩადებული ეს რომ რა კარგი ის არის არ მოიპარო და კანონები რო გიცავს რა და რომ არ იყოს ეს კანონები და არ მუშაობდეს, შენ დაგროვილი ქონება სხვა წაიღებს. არ მოკლა აი ეს კანონიც როგორ არის ხომ? დღეს რიგობითობას მე დავარღვევ, იმიტომ რომ ხშირად უფრო მეტ დროს ჩემ თავს უთმობ ხოლმე სასაუბროდ და სხვას კიდე დრო აღარ რჩება. ახლა ამას გამოვასწორებ და აი ახლა ვისაც უნდა მოგახსენოს რაიმე ამ 23-24 თავის მხოლოდ რეგლამენტი იყოს თქვა 10 წუთი, 15 წუთი მაქსიმუმი,
რათა ყველამ გამოვიყენოთ ეს და ჩვენი წვლილით შევიტანოთ, თორემ თუ არა აქტიურობს გონება ამ საკითხთან მიმართებაში, განსაკუთრებით იმათ ეხება, ვისაც მეტი დაყოფილი დრო ამასთან და ეს უხერხულობაში არ ჩააგდებს იმ ხალხს, ვინც მათ ჯერ თავს იკავებს და უფრო სმენით რეჟიმში მუშაობს. სმენელიც კარგია, ველოდოთ ნაყოფს როდის გამოიღებს და როდის ალაპარაკდება იგი. კარგია, როცა ალაპარაკდება ადამიანი. არ შეიძლება სულ ერთი ლაპარაკობდეს, რაც დღეს მთელ ეკლესიებში არის. ყველა ჩუმად არის ერთი ლაპარაკობს და ის არის ბრძენ ტასის მას უკრავდნენ. არა, უნდა აქტიურობდეს სულ ყველა და რაღაცნაირად გაგვისწორო სულ ახლა ბრძენ ხო არ იქნება კაცი. 23 თავი, 24 თავი და მე ჩავერთვები რა თქმა უნდა, როცა ამათ მოусმენ, მეც რაც გამოტოვებენ, კარგად შევკრავ ამ საკითხებს, რაზე გავამახვილოთ ყურადღება. დიდი სალაპარაკო ამ თავებზე არ არის რო იცოდეთ, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ პარაგრაფები, აქტუალური რო გავხადოთ თანამედროვე აქმისათვის, ამაზე ვამახვილებ ყურადღებას. ნატალიასაც მოусმინოთ და შემდეგ ალისაც მოусმინოთ და დაგვრჩება დრო და მეც შემოვალ აუცილებლად. მოგესალმებით ყველას. იგი 23 თავი იწყება მეცხემცნების გავრცობით, სრულ მოწმობაზე. აქვე გვაქვს კანონი თუ როგორ უნდა მოეპყრა ხიზანს ეგვიპტის გახსენებით. მე-14 მუხლიდან 23 თავში გვაქვს მითითებანი მე-7 შაბათობის წელიწადის შესახებ და წელიწადის 3 ძირითადი დღესასწაულის შესახებ. ესენია პასექი, ანუ უფუარობის დღესასწაული, პენტაკოსტი, ანუ პირველ ნაყოფის შეწირვის დღესასწაული და წელიწადის დამლევს მოსავლის აკრეფის შემდეგ თანამედროვე მადლიერების დღესასწაულს რომ შეესაბამება. ესე იგი 3 დღესასწაულის აუცილებელი პირობა რომ მათ უნდა εδღესასწაულოთ თან სიხარულით. 23 თავის ბოლო ნაწილში გვაქვს ღმერთის დანაპირები, რომ თუ ისრაელიანები მორჩილად დაიცავდნენ უზენაესის მითითებებს, იგი მათ დაიფარავდა, უდაბნოში ანგელოზს წაუმძღვარებდა, დაიცავდა, მადლით აავსებდა და ქანანის ქვეყანას მათ მფლობელობაში სამამკვიდრეოდ გადასცემდა. ოღონდ ებრაელებს ყურად უნდა ეღოთ ღმერთის მკაცრი გაფრთხილება, რომ წარმართ კერპთაყვანისცემელ ხალხებში არ უნდა აღრეულიყვნენ. ახლა შეეხება 24 თავს მოკლედ. ეს თავი იწყება ღმერთსა და ისრაელნებს შორის მედიატორის მოსეს მიერ 70 უხუცესის პლუს აარონის, ნადაბისა და აბიჰუს მიწვევით მთაზე, რათა მათ შორიდან იხილონ ღვთის დიდების ვიზუალური გამოვლინება და თაყვანისცენ უფალს. ეს მას შემდეგ, რაც წინა სამ თავში მოსემ უკვე მიიღო ღმერთისგან სხვადასხვა მცნებები, კანონები და წესები. მესამე მუხლში ვგებულობთ, რომ მოსე ჩამოვიდა მთიდან, ზეპირსიტყვერად გააცნო ხალხს ეს რჯულის კანონები და ისრაელიმაც თანხმობა განაცხადეს, რომ ისინი დაიცავდნენ ღვთის მცნებებს. მივაქციეთ ყურადღება მოსეს ქმედებებს ნაბიჯ, ეტაპობრივად. ჯერ ვერბალურად, მერე დაწერულის წაკითხვით. და ნახოთ, რა იყო ხალხის პასუხი. რჯულის სიტყვერად გადაცემის მერე ისრაელიანებმა თქვეს, ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთო. გამოსვლა 24:3. მეოთხე მუხლში ხაზგასმულია, რომ მოსემ ამჯერად დაწერა ყოველი სიტყვა. და მე-7 მუხლში წერია, რომ ეს დაწერილი წაიკითხა ხალხის გასაგონად და ისრაელიანებმა გაიმეორეს. ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ და ვიქნებით მორჩილნიო. ნახეთ, ხელშეკრულების პირობა, ასე ვთქვათ, კონდიცია, ანუ აუცილებელი პუნქტი, აღსასრულებელი, ერთი მხრიდან იყო მორჩილება, რათა ღვთის მხარეს იგი სისრულეში მოიყვანა. ხალხმა ეს გაიგო და არაერთხელ, არამედ რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ აღასრულებდა. ესე იგი, პირობა დაიდო. ხელშეკრულება შედგა მოსეს მიერ სრულად დასაწვევის შეწირვით და სისხლის მკურებით. მე-5 და მე-6 მუხლებში 24 თავში ეს ხელშეკრულება, რომელიც პასუხისმგებლობის სრულად დამაკისრებელი იყო, ძალაში შევიდა. ბიბლიის ავტორმა სულიწმინდამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ხალხის ნათქვამი ორივე შემთხვევაში სიტყვით ყოფილიყო ძველი აღთქმის ფურცლებზე დაფიქსირებული. რაოდენ სამწუხაროა, რომ ყოველივე ამის მერე მათ ეს ასე მალე დაივიწყეს. სიტყვა გატეხეს და სანამ მოსე 40 დღე და 40 ღამე სინაის მთაზე იყო ასული ქვის ფიქალებით ხელში, რათა ღმერთისგან კიდევ დაწვრილებით მიიღო მითითებების სავანის გამზადების შესახებ, ამასობაში ისრაელთა ბანაკში ოქროს ხბოს აღმართავდნენ სათაყვანებლად და საროკაოდ. იხილეთ ისრაელნებისთვის და არა მარტო ისრაელნებისთვის, არამედ მთელი ადამიანის მოდგმისთვის სამარცხვინო თავი. გამოსვლა 22. ადამის ნაშიერნი ხომ დედამიწის ზურგზე თავისი სულიერი ამბოხით და გულმავიწყობით ყველანი ერთმანეთს გვანან ამ საკითხში. ცოტა სიტყვა გამიგრძელა ამური თავის მოკლედ შინაარსის გადმოცემისას. 24 თავი მთავრდება დიდებული სურათით, თუ როგორ შევიდა მოსე მე-7 დღეს შუაგულ ღრუბელში, მას შემდეგ რაც უფლის დიდება ჯერ 6 დღე ღრუბლით შემოსული დავანებული იყო სინაის მთაზე,
და შემდეგ მოსე ავიდა, რათა კვლავ წამდგარიყო უფლის წინაშე, რომელიც ისრაელთა თვალში იყო როგორც ცეცხლი მოგიზგიზე მთის მწვერვალზე. ამჯერად 70+3-ის გარეშე. ეს სამი იყვნენ აარონი, ნადაბი და აბიჰუ, მისი ორი უმცროსი ვაჟი, პირველი ორის გარდაცვალების შემდეგ. ისინი ხომ მოუყვებოდნენ მერე ებრაელებს, რომ იხილეს სახება, მიმსგავსება ღვთისცეცხლოვანი დიდებისა, რომლის ფეხთა ქვეშ იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა და ზეცასავით სუფთა. არ დაგვაუწყდეს, რომ იესო ქრისტე ჩვენს ახალი აღთქმის მონაწილეებს მოგვიწედებს, რომ ვიყოთ წმინდა და სუფთა, როგორც ის არის წმინდა და სრულყოფილი. მოგვიწოდებს, ესე იგი, ეს ისევ მისი შეწევით და სულიწმინდის დახმარებით შესაძლებელია. ასე რომ არ იყოს, არ გვეტყოდა იესო, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამა სრულყოფილიო. მათეს ახარება მეხუთე თავი 57 მუხლი. ახლა რამდენიმე სიტყვა გამოსვლის წიგნის 23 თავის დასაწყისზე. ნუ დაყრით სრუხმებს, ხელს ნუ მისცემ უკეთურს, რათა ბოროტების მოწმე არ გახვიდე, ნუ აყვები უმრავლესობას ბოროტებაში და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ კი არ გადაიხარო და არ გაამრუდო სამართალი. ეს არის 23 თავის პირველი და მეორე მუხლები. ჩვენი თაობის ადამიანებს, ვისაც საბჭოთა კავშირის ისტორია 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში სკოლაში გვისწავლია, გაგვახსენდება ეს ტერმინები: ბოლშევიკები და მენშევიკები. იქ, სადაც ათეიზმი და მატერიალიზმი ბატონობს, ხილული უმრავლესობა იმარჯვებს, მენშევიკები კი დევნილი არიან. ხოლო ბიბლიის მოყვარულს მაშინვე ელისე წინასწარმეტყველის ნათქვამი გაახსენდება ყრმა მოსამსახურე ბიჭის მიმართ. ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ. და ილოცა ელისემ და თქვა: უფალო, აუხილე თვალი რომ დაინახოს. და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა. აჰა, სავსეა მთა, ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით. შეგვიძლია ნახოთ მეოთხე მეფეთა წიგნში მე-6 თავის მე-16 და მე-17 მუხლები. აი ვისთანაა ღვთის უმრავლესობა. ინგლისურ ენაში არის ასეთი გამოთქმა. გადმოცემით იგი მარტინ ლუთერს უკავშირდება, რომელიც რომის კათოლიციზმს დაუპირისპირდა. ამ გამოთქმის ფორმულირება შემდეგია: ერთს პლუს ღმერთი უდრის უმრავლესობას. გამოსვლის წიგნის 23 თავში ღმერთი მოგვიწოდებს, რომ მიწიერი ცოდვილი ადამიანის უმრავლესობას კი არ უნდა ავყვეთ, არამედ ყოველთვის ნებისმიერ მომენტში უზენაესზე უნდა ვსწორდებოდეთ, მის წერილებს უნდა ვსწავლობდეთ, რომ მათზე დაყრდნობით გავარკვიოთ, ესა თუ ის აქციელი თუ გადაწყვეტილება ღმერთისთვის მოსაწონი არის თუ არა, მის კეთილნებაშია თუ უზენაესის მცნებებს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ცრუხმების დაყრას და ცრუმოწმედ გამოსვლას. ეს არა მარტო სასამართლო პროცესუალურ გარემოს ეხება, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ტრივიალურ სიტუაციებსაც. თუ ვინმეზე რამეს ბოღმით, კბენით, გაღიზიანებულნი, გულში ჩახვეული უარყოფითი მოგონებებით ვიტყვით, გულწრფელი ქრისტეს მიერი სიყვარულისა და სითბოს გარეშე, მაშინ ცრუმოწმენი გამოვდივართ, უნებლიეთ ცრუხმების დამყრელნი. და სატანის გასახარად პირველი და მეცხრე მცნებები მეყსეულად ირღვევა. პირველი მცნება იმიტომ ირღვევა, რომ იესომ გითხრა: ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთს სიყვარული გექნებათო. იოანეს ახარება 13:35. როგორ შეიძლება იყო პატივისმცემელი მშობლების, დაიცვა მეხუთე მცნება, და გიყვარდეს მოყვასი, არ მოკლა იგი და ცილი არ სწამო მას. ამით დაიცვა მე-6 და მე-9 მცნებები, თუ მისი შემქმნელი იესოში გულწრფელად არ გეყვარება და არ ახარ მზად მას აპატიო მისი არასწორი საქციელი, ვინაიდან ღმერთმა უამრავი გვაპატია ჩვენ. წავიკითხოთ კიდევ ერთი მუხლი გამოსვლის წიგნის 23 თავიდან. მუხლი მერვე. ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულებს და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს. რა თქმა უნდა, აქ ყველას გვესმის, რომ ქრთამში არანაირად არ იგულისხმება მხოლოდ ტკიცინა დოლარები კონვერტში ჩადებული და ჩუმად შეცურებული, ან ძვირფასი სამკაული, ოქროთი და ბაჯახოთი მოოჭვილი. ქრთამი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც სწორი, ღვთისთვის მოსაწონი გადაწყვეტილებისგან გადაგახვევინებს, თვალებს დაგიბრმავებს და მიწიერ ფასეულობებს დაგახარბებს. თავისი წმინდა რჯულით ღმერთი კვლავ გვაფრთხილებს, მამობრივი სიყვარულით მიგვითითებს და გვახსენებს, რომ ნებისმიერ მომენტში, განსაკუთრებით კი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში უფლისნება უნდა გქონდეს თავში და გულში. რაც შეეხება 23 თავის მე-19 მუხლში რომ წერია: შენი მიწის პირველნაყოფი მიიტანე უფლის შენი ღმერთის სახლში,
ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეშიო. ბევრი წელია უკვე ეს მუხლი დასაწყისი კი მესმოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვგებულობდი. რაში იყო საჭირო, რისთვის იყო საჭირო ამ პირველ დასაწყისს, რომელიც ეხებოდა მიწის პირველ ნაყოფის მოწევას, რომ სულიწმინდა მოაყოლა ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეშიო. და სულ რამოდენიმე დღის წინ ისე მეთი ფენრის წაკითხვისას ამოვიკითხე ეს და მინდა რომ გაგიზიაროთ. თურმე ქანანის ქვეყანაში ქონიათ ტრადიციული ესეთი გადმოცემა არსებობს, ისე ჩხიბაური წესი, რომ თუ ვინმე სურდა თავის ტომში, რომ ვინმეს მოსავალი კარგი ჰქონოდა, ესეთი ჯადოქრული პროცესია უნდა ჩაეტარებინათ, რიტუალი უნდა აღესრულებინათ. უნდა აიღოთ თიკანი, მოეხარშათ მისი ხორცი თავისი ამ თიკნის დედის რძეში და მერე ეს მოხარშული ეს სითხე, როგორც ნაყოფიერების რაღაცა სიმბოლო, თელ თავის მიწაწყალზე უნდა მოებნიათ და დაერწყულებინათ. ეს იმდენად ცნობილი რიტუალი იყო იქ მყოფი ქანალელი მეზობლებისთვის და ალბათ ებრაელსაც ეს გაგებული ქონდათ, რომ არ ჩათვალა მოსემ ამისთვის რამე ახსნიდა და განმარტება დაეყოლებინა. და ამიტომ წერია აქ ღმერთი მოსეს ეუბნება, თავარი ის კი არ არის შენ რა რიტუალს ჩაატარებ, არამედ ის რომ პირველ ნაყოფი რასაც მოიტან, პირველი რაც შენ უნდა შესწირო, ეს ყველაფერი უფალს ეკუთვნის. გავიხსენოთ ის კიდე პიმშოთა შეწირვა, ან კიდე ცხოველის საქონლის პირველი, ესეც უნდა იყოს მსხვერპლის წაჭრად მიდანილი. და ბოლოს გავამახვილოთ ყურადღება, მე რაც ამაქვს ახლა ამოკრეფილი და თქვენთან გამზადებული რომ გაგიზიაროთ, ეს არის დღესასწაულებზე. ამ სამ დღესასწაულს პასექი, პენტაკოსტი და მერე მოსავლის აღება ძალიან სხვანაირი სულიერი დატვირთვაც აქვს. პასექი ჩვენთვის გასაგებია, ეს იყო ჩვენი კრავის დაკლული ღვთის ძის იესო ქრისტეს შეწირვა. 50-ე დღეს პირველ ნაყოფს რომ დღესასწაულობდნენ ებრაელები, ეს იყო სულიწმინდის გადმოსვლის ესეთი რიტუალი. თვლიან და ამბობენ ვარაუდით და ღმერთმა დაგვეხმაროს რომ გავიგოთ რომ რაღაცნაირად შესაძლებელია ატაცება უკვე მოსავალი და სამყაროს დასასრული რაღაცნაირად ქრონოლოგიურად შესაძლებელია. უბრალოდ ჩვენ არ უნდა დავთქვათ დღეები და წესები, რომ შესაძლებელია ემთხვეოდეს მოსავლის აკრეფის ამ მესამე მნიშვნელოვან დღესასწაულს, რომელიც არის უკვე მთელი შენი მოსავლის დღესასწაულობა და ღმერთის წინაშე წარდგენა. აქ ჩვენ რაც უნდა ვისწავლოთ ამ თავებიდან, ეს არის რომ დღესასწაული უნდა მოხდეს კეთილი, გასუფთავებული გულით, საფუარ მოშორებული და ამ დროს ეკრძალებოდათ ებრაელებს სევდიანი სახე ჰქონოდათ, ეტირად ან ეგლovat. იმიტომ რომ დღესასწაული ყოველთვის უნდა ყოფილიყო ღმერთისთვის მადლიერების გამოხატვა, სიხარული. არანაირად არ მართლებიან მართლმადიდებლები, რომლებისთვისაც თავიანთ რიტუალებზე სიარული უნდა ყოფილიყო ამოცულებად ჩამოღამებული თვალები, ნამტირავები, გლოვიარენი, შავებში ჩაცმული, ეს მათ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებდა. ხოლო ღმერთს კი უყვარს, როდესაც გადარჩენა ინდივიდუალურად თითოეულ პიროვნებას უხარია, სიხარული აქვს გულში და მერე ეს ეხმარება მას ტკივილები რო შეხვდება, ან ცხოვრებისეული მიწიერი გაჭირვება რომ გადაიტანოს და მთელი თავის კონცენტრაცია და დამისულობა გადაიტანოს იმ დღესასწაულებს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა, ორი უკვე ასრულა და მესამეს ნამდვილად აღვისრულებს იმის და მიუხედავად ეს ქრონოლოგიურად რომელ თვეში მოხდება, რომ მოხდება მართლაც მოსავალი მკა, რომ ეს მოწეული იქნება და ღმერთი გვპირდება, რომ ჩემს მორწმუნეებს ჩემთან, ჩემს ბეღელში, ჩემთან დავახვევ და ჩემთან მეყოლებიანო. მადლობა. ისრაელიანები დარჩებოდნენ სინაის მთასთან 11 თვე და აქედან გაემართებოდნენ კადეშ ვარნესაკენ, სადაც აღთქმული მიწაზე უნდა შესულიყვნენ. მაგრამ თავიანთი ურწმუნობის გამო მათ კიდევ ბევრი იხეტიელეს უდაბნოში, სანამ მთელი თაობა 20 წელზე ზევით არ დაიხოცა, გარდა ქალებისა და იესო ნავინისა. 23 თავის მეოცე მუხლში მოხსენებული ანგელოზი არის იესო ქრისტე, ღვთის ძე. მხოლოდ მას შეუძლია აპატიოს ცოდვები და როგორც ის უმზადებს ადგილს ზეცაში თავის ხალხს, ასე გაუმზადა ღმერთმა აღთქმული მიწა ისრაელიანებს. თუ კი ისინი გაყვებოდნენ ღმერთს, ის ყველა მათ საჭიროებას დააკმაყოფილებდა და მათ მტრებს დაამარცხებდა. აქ ღმერთი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ხალხს მოერიდნონ კერპ თაყვანისმცემლობას, მეზობელი ხალხების წესჩვეულების აყოლას და მათთან კავშირს. თუ კი ისრაელი მთელი გულით მიენდობოდა ღმერთს და დაუჯერებდა, იგი მათ წინ წაუძღვებოდა, დაამარცხებდა მათ მტრებს და მისცემდა აღთქმულ მიწას. მართლაც ღვთის რისხვა იყო ხალხებზე, რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობდნენ. ამას ჩვენ ვნახავთ იესო ნავინის წიგნში მეორე თავის მე-11 მუხლში. აქ ნახსენებია კრაზანა, გამოსვლის 23 თავი 22 მუხლი. კრაზანა არის მწერი, რომელსაც აღმოსავლეთის ხალხები თაყვანსაც კი სცემდნენ. ებრაული სიტყვა კრაზანა გავს სიტყვას ეგვიპტე. ამიტომაც ზოგი კომენტატორი ფიქრობს, რომ აქ ლაპარაკია ეგვიპტის ჯარზე, რომელიც ხშირად არბევდა ქანაანელებს, სანამ იგი ისრაელიანები მივიდოდნენ.
ისაიას მე-7 თავის მე-18 მუხლში ეგვიპტე შედაბერებულია ბუსთან და ასირია ფუტკართან. იესო ნამისა და ისრაელიანებს 7 წელი დასჭირდათ, რათა ეს მიწა დაეპყროთ. ღმერთის გეგმაში იყო, რომ ეს თანდათანობით მომხდარიყო და რა ერთბაშად, რათა მათ მეტი კონტროლი ქონოდათ და მთელი ტერიტორია მთლიანად დაეთვისებინათ. მაგრამ ისრაელიანებმა ეს მაინც ბოლომდე ვერ გააკეთეს და მხოლოდ დავითისა და სოლომონის დროს მოხდა მთელი ტერიტორიის ათვისება. თუმცა სოლომონის შემდეგ ერი ისევ გაიყო და ისევ დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა. 24 თავის პირველი 2 მუხლი უკავშირდება მე-20 თავის 21 მუხლს. აქ ღმერთმა უთხრა მოსეს ასულიყო სინაის მთაზე 70 უხუცესთან, აარონთან და მის 2 შვილთან, ნადაბსა და აბიჰუსთან ერთად. მოსემ გაუზიარა ხალხს ღმერთის სიტყვები და მათ კიდევ ერთხელ დადეს პირობა. ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთ. მაგრამ მხოლოდ პირობის დადება არ იყო საკმარისი. მოსემ მეორე დღეს ააშენა სამსხვერპლო და აღმართა 12 სვეტი ისრაელის 12 ტომის რიცხვისამებრ. ჭაბუკები ცალკე გამოყოფილნი მოემსახურნენ როგორც მღვდელმთავრები და მსხვერპლ შეწირვა ჩაატარეს. მოსემ წაიკითხა აღთქმის წიგნი და ხალხმა ისევ თქვა: ყოველივეს რაც უფალმა თქვა გავაკეთებთ და ვიქნებით მორჩილნი. ისრაელს კარგად უნდა გაეანალიზებინა თავისი პასუხისმგებლობა და დამორჩილებოდნენ ღვთის კანონებს. ღვთის აღთქმა, რომელიც მან მისცა მოსეს გამოსვლის მე-6 თავის მე-6 მუხლებში, გადადიოდა მესამე ფაზაში. პირველ ფაზაში ღმერთმა გამოისყიდა თავისი ხალხი, გამოსვლის პირველი მე-18 თავები. მეორე ფაზაში ისინი გამოარჩია როგორც თავისი ხალხი, მე-19 და 24 თავები. და ახლა გადადიოდა მესამე ფაზაში, სადაც აპირებდა დაევანებინა მათთან და ყოფილიყო მათი ღმერთი. ეს იქნება 25 მე-40 თავები. გამოსვლის ეს ბოლო ნაწილი იქნება მიძღვნილი კარვის აშენებასა და მის დიზაინზე და ეს ნაწილი არის სავსე სულიერი ჭეშმარიტებებითაც, ისევე როგორც პრაქტიკული გაკვეთილებითაც. იმისათვის, რომ აღსრულებულიყო ღმერთის აღთქმის ეს მესამე ფაზა, საჭირო იყო 2 რამ: ადგილი, სადაც მისი დიდება დაევანებდა და ხალხი, ვინც მსახურებას შეასრულებდა ამ ადგილზე. სწორედ ამიტომაც მან მისცა ისრაელიანებს მითითება აეშენებინათ კარავი და გამოარჩია ლევის ტომი თავისი ღვთის მსახურებისათვის. შესაქმეს წიგნში ღმერთი დადიოდა თავის ხალხთან, ადამთან, ევასთან, ენოქთან, ნოესთან და პატრიარქებთან. ახლა კი ის დაივანებდა მათ შორის. ეს უდიდესი პატივი იყო ისრაელებისათვის, რადგან არც ერთ სხვა ერს არ ყავდა ღმერთი დავანებული მათ შორის. მაგრამ ეს ასევე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა ისრაელის ხალხს. ეს ნიშნავდა, რომ ისრაელის მთელი ბანაკი უნდა ყოფილიყო წმინდა ადგილი, სადაც მათ შორის იქნებოდა წმინდა ღმერთი. ეს 16 თავი მოიცავს გაცილებით მეც, ვიდრე უბრალო აღწერა კარვის მშენებლობის და მღვდელმთავრების მოვალეობისა. რაც აქ მოცემულია, ეს არის გაანალიზება და გამოვლინება სულიერი ჭეშმარიტებებისა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიურთიერთოთ წმინდა ღმერთთან და ვემსახუროთ მას მოწიწებითა და მოშიშებით. ებრაელთა მე-12 თავის 21 მუხლი. ღვთის მსახურება და თაყვანისცემა არის უდიდესი პრივილეგია ქრისტიანული ცხოვრებისა. ღმერთი არის ამ სამყაროში ყველაზე მაღალი არსება და ერთ დღეს მას ყველამ უნდა ჩააბაროს ანგარიში. ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ და რასაც ვაკეთებთ, განისაზღვრება იმით, თუ როგორი ურთიერთობა და დამოკიდებულება გვაქვს ღმერთთან. ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა თავისი სახის მიხედვით და მასთან გვაქვს ეს ურთიერთობა არა მარტო იმიტომ, რომ უნდა გვქონდეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვინდა რომ გვქონდეს. სინაის მთის ძირში ხალხი ელოდებოდა ღვთის სიტყვას და ფრთხილობდნენ, ძალიან არ მიახლოვებოდნენ მთას. მოსე, აარონი, მისი შვილები და 70 უხუცესი მთაზე ავიდნენ. ამის შემდეგ მოსე და ისუნამინი კიდევ უფრო მაღლა ავიდნენ მთაზე. ბოლოს კი მოსე მარტო ყველაზე მეტად ავიდა მაღლა და იქ იხილა ღმერთის დიდება. ყველა ეს ილუსტრაციები გამოხატავს იმ მნიშვნელოვან სულიერ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ უნდა გავიზარდოთ ღმერთთან ურთიერთობასა და თაყვანისცემაში. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად მაღლა ავალთ მთაზე. ხალხი მთის ძირში შეშინებული იდგა და იმით კმაყოფილდებოდა, რომ მოსე გადასცემდა ღმერთის სიტყვებს. ღვთის ხმის გაგონებისა კი ეშინოდათ. მოსემ კი არა მარტო ღვთის ხმა გაიგო, არამედ მისი დიდებაც იხილა. როგორი ტრაგედიაა, როცა ღმერთის ხალხი კმაყოფილდება დაბალი დონის ურთიერთობით, მაშინ როცა შეუძლია ავიდნენ სიმაღლეებზე, სადაც გაცილებით მეტი მადლია, რომელიც მიეცემა იმათ, ვინც მთელი გულით ეძებს ღმერთს. სინაის მთასთან ისრაელი ღმერთს თაყვანს სცემდა შორიდან, რადგან თვითონ ღმერთმა ბრძანა ასე, მაგრამ დღეს ღმერთი მოგვიხმობს შევიდეთ მის წმინდაში ახალი და ცოცხალი გზით. ებრაელთა მე-10 თავის მე-19-25 მუხლები. მივახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. იაკობის მე-4 თავის მე-8 მუხლი. ჩვენ არ მივდივართ შიშით და კანკალით სინაის მთასთან, არამედ რწმენით მივდივართ განდიდებულ ზეციურ ქალაქში, სადაც ჩვენი სახელები ჩაწერილია როგორც ზეთის მოქალაქეებისა.
ღმერთმა მოუხმო მოსეს ასულიყო მასთან მაღლა, რათა მიეცა ფიქალები, სადაც 10 მცნება იყო ამოტვიფრული და დაივანა უფლის დიდებამ ღრუბლის სახით სინაის მთაზე. აქ ეხმარება ებრაული სიტყვა შექინა, რომლითაც თეოლოგები აღწერენ ღვთის ყოფნას, დავანებას. მოსე დარჩა მასთან 40 დღე და ღამე და ამ ხნის განმავლობაში ღმერთმა გაუზიარა თავისი გეგმა კარვის მშენებლობასა და ღვთისმსახურების შესახებ. როცა ღმერთი აკეთებს თავის საქმეს, მას ყოველთვის აქვს გეგმა. იქნება ეს კარვის აშენება, ტაძრის აშენება თუ ინდივიდუალური ქრისტიანის ცხოვრება. მიწიერი კარავი იყო ასლი ზეციური კარვისა, სადაც ჩვენი უფალი არის მღვდელმსახური თავისი ხალხისათვის. ებრაელთა მერვე თავის პირველიდან მეხუთე მუხლებამდე და მეცხრე თავის პირველი მუხლი. ასევე გამოცხადების წიგნში ბევრჯერ არის ნახსენები საკმევლის სამსხვერპლო, ოქროს სამსხვერპლო, ტახტი, უხუცესები, ჩირაღდანი, ქერუბიმი. ეს ყოველივე პარალელია იმ მიწიერ კარავთან, რომლის ინსტრუქციაც ღმერთმა მოსეს მისცა. ეს არის ძირითადი პრინციპი ღვთისმსახურებისა. ეს არის ნიმუში მოცემული ზეციდან და არა მიწიდან, რომელთა მე-12 თავის მეორე მუხლი. შემდეგთავებში ჩვენ კიდევ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ კარვის აშენების პროცესს, მის დეტალებს და მათ სულიერ მნიშვნელობებს. ეს რაც შეეხება 23-24 თავი, ხო გითხარით 23-24 თავი გაგრძელება არის იმ 6 თავი რო არის მოცემული იმ თავებისა, რომლებიც კანონებთან არის დაკავშირებული და ეს ცოტა ისეთი წასაკითხი არის, ზოგი იწყენს ხოლმე, ეს არ არის დინამიური, ეს არის ინსტრუქციები და თუ არ გავიაზრეთ ეგ, ვერ გავიგებთ ახალი აღთქმის პრინციპებს, ესე იგი რაზეა დაყრდნობილი ახალი აღთქმა. აი აქ იყო ნახსენები ანგელოზი და თეოლოგებს სხვადასხვა გაგება აქვს ამაზე. ძირითადად ყველა შეთანხმდა, ვინც ევანგელისტია იმაზე, რომ ეს სხვა არავინ არ არის თუ არა იესო ქრისტეს თეოფანიური სახით, ესე იგი ანგელოზი მართლაც რო უძღვება ქანაანში ამ უზარმაზარ მასას ხალხისას 2,5 მილიონია და წარმოიდგინეთ ახლა რა ელოდებათ იქ ქანაანში, თუმცა მაგ შესასვლელად კიდე ბევრი დრო გავა 40 წელი და მათ კიდე როგორც ერი უნდა ჩამოყალიბდნენ, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე რწმენის თვალსაზრისითაც აქედან ახლა ვინც ამ სინაის მთაზე ამას ისმენს და კანონებს იღებს, არავინ არ დარჩება ცოცხალი, სრულიად ახალი თაობა შევა გარდა ორი კაცისა, ისო ნავენი და ქალები იგულისხმება ქანაანში. დანარჩენები დაიხოცებიან უდაბნოში ხეტიალის დროს. ამასაც გავეცნობით თუ რა მაიძულა ეს ერი ეხეტიალათ. ეს არ იყო თვითმიზანი ღმერთისა, მაგრამ არც ისე გავიგოთ რომ სასჯელი იყო ეს, იმიტომ რომ რაღაცა დაარღვიეს მათ. აქ რაღაცეთი ზუსტი გაგებაა საჭირო. საბრძოლა საჭირო ეს არის ელოდება ამათ ქანაანში არავინ არ დაგითმობს ადგილს ხალხი ცხოვრობს სხვადასხვა ტომების გაერთიანება იქ არ არის ერთიანი სახელმწიფო ქანაანში სხვადასხვა სახელმწიფოებია და ჩამოთვლილია კიდევაც ის ხალხები ვისაც თავთავიანთი მეფეები ყავს ხომ ეს ყველა არის სათავეს იღებს აი ქანაანის მოდგმისაგან ეს ნოეს შვილი იგულისხმება იმის შვილიშვილი ქანაანი სემი ქამი და იაფეთი ხომ გახსოვთ ქამის შვილი და მისი წინაპარი ქანაანი ადრე გავეცანით და აი ეს ხალხი იმდენად მიცემული არის ამ წარმართულ რიტუალებს რომ ღმერთის მითითებაში აი გაგიკვირდებათ სხვა ღმერთს თაყვანი არცად როცა შედიხარ იმ ქვეყანაში იქ იქნება ხალხი მორწმუნე ხალხი რომლებიც ძალიან წარმართულ რიტუალებს და იმებს აფუძნებენ და ასესცემენ თაყვანს წარმართულ ღმერთებს და აქ იყო კიდე განმარტებული მეთიუ ჰენრიდან მოხმობილი ადგილი მართლაც გასაოცარია რატომ უნდა თქვათ იყოს ის წესი რომელიც წესიც წინგვიდევს ქვაბში ესე იგი ციკნის რძეში არ მოიხარშოს ისევ ციკნის სხვადასხვა ქვაბია საჭირო და სხვადასხვა ჭურჭელი. ესაც მიანიშნებს სიმბოლიკაზე, რაც მერე წინგვიდევს მერე და არა მარტო აქ, მერე ლევიტელებში დაწვრილებით რო არის ეს აღწერილი და არანაკლებად სხვებისთვის ესეთი მძიმე წასაკითხი წიგნია, თუმცა ჩვენთვის ძალიან საინტერესო წიგნი არის ლევიტელებიც, ამის გაგრძელება მერე იქნება. ჯერჯერობით კი ჩვენ ამ ძირითად კანონებს ვეცნობით რა მერე გადავდივართ უკვე ღმერთი რო ჩამოდის უკვე მთიდან და კარვის სახით ინსტრუქციას მითითებებს აძლევს თუ როგორ უნდა მოეწყოს ეს კარავი, რა მასალით უნდა გაკეთდეს, იქ ახსენები არის სპილენძი, ოქრო, ვერცხლი, ეს ყველაფერი სიმბოლურად მერე განვიხილავთ, როცა შემდეგ თავებზე გადავალთ. მანამდე კი ეს კიდევ ერთხელ გაუგებარი მუხლები არის აი სამართალთან დაკავშირებით, რაცაც ადგილი აქვს აი 23-24 თავში შეიძლება კიდე განმარტებული იქნას. მაგალითად მე გამახსენდა ერთი ასეთი ადგილი, როცა შესაბამისი მუხლი ჩვენ მოვისმინეთ ტრის საქონელის შესახებ, თუ დაინახავს რომელიმე პიროვნება ტრის საქონელს ტვირთქვეშ მოქცეულს ან რაღაც გაუსაძლის მდგომარეობაში, ეს უნდა გამოიხსნას მან ეს საქონელი და პატრონს ჩააბაროს. ვინ იტყვის ამას წინათაც ითქვა, აი ამ წაკითხვის შედეგად ვის დაცდება პირო რისხანე ღმერთი არის ძველი აღთქმის ღმერთი. პირიქით ჩვენ ამ კანონებს კარგად რო ვკითხულობ, ხვდებით რაოდენ მოსიყვარულია და რაოდენ სამართლიანი. ორივე არ ჩანს, სიყვარული და სამართლიანობა.
კლა დღეს 1000-ნაირი დენომინაციებია და მე გაკვირვებული ვარ ამ ადგილებს რატომ კარგად არ სწავლობენ ისეთი დენომინაციის წარმომადგენლები როგორებიც არიან მეშაბათეები, ესე იგი ადვენტისტი მეშაბათეები, რომლებიც გვთავაზობენ წესების დაცვას, შაბათის დაცვას და მაშინ მათ იმასაც ვეტყვი რომ რატო არ იცავენ 7 წლიან დღესასწაულს, რატო არ იცავენ 50 წლიანს. რამადა მეც 6 დღეში ერთხელ შაბათზე გაქვს აქცენტირებული. იქ წერია რომ ერთი მეორიდან გამოდის. თუ იცავ ერთს უნდა დაიცავ მეორე და თუ მეორეს არ იცავ და მესამეს მასიც ამის შესრულებასაც აზრი არ აქვს. იქ წერია 6 დღე იმუშავე, მე-7 დღე დაისვენე, კალენდარული დღე და ღამეს დაუთმე, გასაგებია მე შაბათები იცავენ, შაბათი კონკრეტული შაბათი აქვს გამოყოფილი, მაგრამ 7 წლიანი შაბათის იმას რატო არ იცავენ? 7 წლით 6 წელი მიწა მოხანი და მე-7 წლის თავზე დაასვენე. მაშინ ესეც უნდა მოთხოვოთ. ასევე 50 წელი, აი ეს ეგრე საიუბილეო წელი რო არის. ეს ახლა ელემენტარული მოიხსენია ის ხალხი, ვინც ესე ჯიუტად არიან თავის ორგანიზაციებში და გვიმტკიცებენ ბიბლიიდან, აი აქ წერია, ის წერია. ერთი ადგილი რო ამოიღე, ხლა იმას მეავი, მეორე, მესამე, მეთორმეტე მთლიანობაში წავიკითხოთ ეს და ასე გაჯიუტებით ახლა საქმეებით გადარჩენაზე ლაპარაკი, რომელიცაც აქცენტს იღებს მთელი რიგი ეკლესიები, ასევე შაბათის დაცვით, თითქოს ახლა შაბათს რო დაიცვალ, დამთავრდება ყველაფერი 60-ის შეხვალ. შაბათი ქრისტემ გააუქმა და არა მარტო გააუქმა, აღასრულა კიდევაც. ადამიანი ამას ვერ ასრულებს ხომ? ახლა რომელი ადამიანი დღეს ვერ დღესაც გამოყოფილს ღმერთმა რომ მიგვით და 24 საათის დღე და ღამის ციკლი 24 საათიანია, ატარებით ეს 24 საათი ღმერთზე. რაღაცა ეკლესიაში წავა 1 საათით და მთქნარებით მოკვდება იქა პასტორი მოამზადებს რაღაც ლექციას, ჩამოვართმევენ ერთმანეთს, ჩაის დავლევენ და წამულენ იქიდან. რა ეს არის დაცვა უფლის დღისა? ეს არის მთელი ეს დღე. ერთი დღე რო გამოყავი მთლიანად მედიტაცია ამაზეა და ისე უნდა დააღამო და გაათენო რომ ძირითადად გონება დაკავებული იყოს ამაზე მუშაობით, ხო და ამას მე მგონი არავინ არ იცავს. და ის ახლა რო ვატყუებთ ერთმანეთს რომ ყვირას სწავლენ ეგრეთ წოდებულ ქადაგებაზე 1 საათით, იგით მართლმადიდებლების შიოლაშვილის ბოდუებს რო უსმენენ 1 საათით, ეს თავის მოტყუება არის. იქიდან გამოვლენ თუ არა დამთავრებულია ყველაფერი. ასევე პროტესტანტი მრევლიც გამოვა თუ არა იქ რომ დამთავრდება 1 სული აქვს 10 საათიდან 11 საათამდე ზოგჯერ, იქ დამთავრებულია ის ამბავია. მე უკვე შეიძლება სულ სხვა რაღაცას მიეცენ. ესე იგი, 1 დღე 1 საათზე დაიყვანეს. მან დაწერია შაბათის დაცვა 1 საათით. მან წერია მთელი დღე. 1 დღე. ასე რომ ბოლომდე ამას არავინ არ იცავს და არავინ არ დაგვიწყოს კამათი რომ ამას ვიცავთ და თავისი დოქტრინა არ მოგვახვიონ თავზე. ჩვენ ჩავფიქრდეთ, ჩვენი მის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვეკუთვნით არც ორგანიზაციებს და არც ორგანიზაციის დამფუძნებელი საზოგადოება ვართ. ჩვენ ვართ ინდივიდუალურად მომუშავე ქრისტიანები, რომლებიც აღიარებენ ქრისტეს პრიორიტეტს ბიბლიაში და მთელი ბიბლია ეს არის ქრისტეს ცნობიერების გაცნობა. და ასევე ჩვენ გადაცვართ, რომელი ფრონტზეც ვართ, იქ ყოველთვის გვახსოვს არა მარტო 1 დღე, 2 შაბათიც ღმერთის არის, შაბათიც 4 შაბათიც და ჩემთვის ყველა დღე უფლისა არის. კვირაც უფლის დღეს ნიშნავს სიტყვასიტყვით ეს ბერძნულისა, ასეთი იმით არა ვარ ინსტრუქტირებული მე რომ მანდამაინც 1 დღე გამოვყო. და თუ განსაკუთრებით საფიქრალი და სამუშაო შეიძლება ასეთი დღე, მაგრამ ისე, ნუ რას უკაცრავად ქრისტიანისთვის უკვე ყველა დღე ეს ღმერთისთვის არის განკუთვნილი, რასაც არ აკეთებ. და არაფერი ცხელი შემშლელი ეგ არ არის. სამუშაოზე ხარ, თქვა ღმერთს გაუკეთო ის სამსახური და არა რომელიღაც უფროს ორგანიზაციას და ის გიყურებს ყველა დროს და ყველა მომენტში. აი ეს რატომღაც გაშვებული აქვს ძალიან ბევრს და არიან რაღაც გარკვეულ იმებზე დავაკამათში გართობილი და ავიწყდებათ ის რომ პავლემ თქვა არ გამოიყენოთ ღვთის წერილი საკამათოდ და არ გახადოთ ეს დავაკამათის საგანად. არ არის საჭირო ეს. შევეშვათ ზედმეტ კამათს ლაყბობას თეორიებში და რაღაცეებში. ამასთან ერთმა მომწერა წერილი აინტერესებს პირველი ორ მუხლ შორის რაღაც განსხვავება და აბადება იგულისხმება და ამავე დროს დაამატა ის რომ მე პასუხი მაქვს და ისე თქვენი პასუხიც მაინტერესებს. ხო და შედალუცილო თუ პასუხი გაქვს ჯერ მომწერე შენი პასუხი. რატვინია ხალხს ეს არ მესმის და მთავარი ის არის ახლა ეს თეოლოგიური კიკიმალი. მთავარი ის არის გული როგორ გიძღეს და ტვინი როგორ მუშაობს შენი იმ ფრონტზე სადაც იმყოფები ადგება თუ არა საზოგადოებას, მიკროსაზოგადოებას, ოჯახი რო ქვია, მაკროსაზოგადოებას, სახელმწიფო გულმოვარია შენი გული და ტვინი. ათმინაღი მუხლების გამოდევნება. ჩვენი ამოცანაც ეგ არის, პირველ რიგში დაინთოს ის ცეცხლი, სიყვარულის ცეცხლი, ახალი ადამიანი აღორძინდეს, რათა შორიდან არ დაგჭირდეს თაყვანისცემა, რაც ამ 23-24 მუხლშია ჩაწერილი, რომ ის ხალხი შორიდან სცემდნენ თაყვანს და მარტო მოსეს ერგო ეს წილად და ისიც ისე რომ თეოფანიას ჰქონდა ადგილი და ბოლომდე მოსემაც ვერ დაენახა როგორია ღმერთი, მაგრამ ის დიდებაში შევიდა, იცით ალბათ მე რამდენად მიდის ერთხელ კი არ ასულა სინაის მთაზე მოსე ხო, სულ ანა ის განახორციელი ესვლა 3-ჯერ 40 დღე იყო და გარკვეული მოსაზრებებით. დანარჩენი შიშსა და კანკალშია ხო იძახთა ხალხი რომ რასაც უფალი იტყვის შევასრულებთ. ამას მეორეთ იძახიან უკვე.
და რაოდენ ცინიკურად ღერს უკვე მკითხველის თვალში და ჩვენ რო ვეცნობით რა საკეთებენ შემდეგ და შემდეგ რო გავყვებით. არავინ არ ასრულებს ამას. არავინ არ იცავს და გაუაზრებლად მოსთხოვეს ღმერთს ის კანონები, რომლის შესრულება მათ არ ძალუც და ამ კანონებს არ ჩაუყრიდნენ, რომ ეს ცოდვილობის დასამტკიცებელი კანონებია, შენი ცოდვის შესაგრძნობი კანონები ეს. აცნობი რა ვინმე რომ მეუნება არ მოკლა კაცი. რა ეს როგორ მე ესე იგი მკვლელი ვარ? ხარ შინაგანად მკვლელი. აი ნახეთ, ცოდვა გაცნობიერ და ამით არ მოკლა, არ იმორშო. ესე იგი ხარ ესეთი. ცოდვილი ხარ. აი რატომ არის ცოდვასთან მისასვლელი კანონები და არა ის რომ ამით რო ასრულებ 64-ში შეხვალ. აი რას კარგად განმარტავს მე ახალ აღთქმაში გზავნილები რომელთა მიმართ პავლეს გზავნილი ეპისტოლე თურა ცნობილი და შესაბამისად ამ პრაქტიკულ ქრისტიანობას რომ გვთავაზობს სულიწმინდა მეშვეობით პავლე წერილებში კორინთელები და ეფესელები. ეფესელებშიც განმარტებული აქაც მოიყვანეს ციტატები იაკობიდან, ებრაელებიდან, გამორჩათ ეფესელები, იგივე პარალელებს თუ მოძებნით ეფესელთა წერილშიც არის პავლეს წერილი ეფესელთა მიმართ, ის რომ აი ახლა ჩვენ აღარ გვჭირდება შორიდან თაყვანისცემა ღმერთისა, ქრისტემ მოხსნა ეს დისტანცია და ჩვენ უკვე შევედით იმ იმაში, რომ არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ აი კანკალებდეთ შიშით და რაღაცეთ. გვაქვს უფლება ჩვენ ვიახლოთ მამას და მასთან ურთიერთობა ლოცვის მეშვეობით აღვადგინოთ. ამაზე კარგი რა არის? ეს არის მადლი უკვე. ან მოხსნა ბარიერი თავისი ძის მეშვეობით. და ის ძე, ეს ანგელოზი, რომელიც თეოფანიის ფორმებით ხდება ბიბლიაში, მიუძღვება ამ ერს და თავად ღმერთი არ იყო დავანებული მთიდან ჩამოდის ღურბლის სახით დღე და საღამოს ცეცხლის სვეტის სახით მიუძღვის ამას და კარნახობს და ეს თვითმხილველები არის ამისი არიან. თეოფანიას სწორედ ხილული ფორმა აქვს. რომ არ დაენახათ ღურბელი ვერ გაიგებდნენ რა არის. ხო სვეტად რო დგას დილით აიყრებოდა კარავი და მიყვებოდნენ წინ და მოსე და მე ესე დამწყრებდებოდა ხალხი. იმ ღურბელს ყველა ხედავდა, ასევე ღამეშიც. და მიუხედავად ამისა ადამიანები იმდენად არიან ცოდვაში დაკარგულები, რომ ავიწყდებათ ყველაფერი და სულ რაღაც 40 დღეც არ იყო გასული, რომ მოხდა ის რაც აღწერილი არის გამოსვლის 32 თავიდან რო წავიკითხავთ მე ღმერთი ისეთ დონეზე მიდის უკვე რომ მთლიანად აპირებს მოსპოს მოსახლეობა, აი ეს 2,5 მილიონი ხალხი და მოსედან ხელახლა დაიწყოს და მოსეს გულმხურვალე ლოცვა, სიყვარული იმისა რომ რას იფიქრებს ხალხი, თითქოს ახლა მოსე გვასასწავლიდეს მას არა, მანდ მოსეს გულის მდგომარეობა ღმერთის მიმართ და ეს არის სასწავლი. და მართლაც შეჩერდება ლოცვის შედეგად, მოსეს თხოვნა მუდარა ხვეწნის შედეგად ღმერთი გადაიფიქრებს ამას. მოსეს კი არ გაუსწორებს. ან პრიმიტიულად ანთროპოლოგიურ დონეზე ეს არ გავიგოთ, მანდ რა ხდება. და ისევ ხელახლა ადის ამ მთაზე და ცნებები ჩამოაქვს. ხედავთ 40 დღის შემდეგ იქ აირია ყველაფერი და კერპთაყვანისმცემლობა წავიდა. ისევ ხბო მანდა როგორც აი ეგვიპტიდან წამოღებული ისენი, ის უქროს ნივთები რომლებიც წამოიღეს როგორც ხელფასის რაღაცა გაამდიდრა ღმერთმა ეს ხალხი მონათ რო იყვნენ არაფერს არ იღებდნენ მთელი წლის ნამუშევარი და მთელი რიგი რაღაცა ბოლოს ეს გადაუხადა ხალხმა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა და წამოვიდნენ ესე გამდიდრებული ოქროებიც ჰქონდათ და ყველა ძვირფასი ნივთებიც ყველანაირი ნივთები რომ ჰქონდათ იქ ნახავთ როგორი იმით ხდება კარვის შექმნა დაპროექტება და მისი სისრულეში მოყვანა. აი ნახავთ იქ რა ქსოვილები არის, როგორი მეტალები არის, სპილენძიც არის, ვერცხლიც არის, ოქროც არის, როგორი ძვირფასი ქვები არის, როგორ გააწყობენ და ყველაფერს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა, რათა გავხსნათ ჩვენ აი ეს არსი და რაზე მიანიშნებს ყველანაირი სახე და სიმბოლო მიანიშნებს იესო ქრისტესკენ. ყველაფერი მიანიშნებს გამოსყიდვაზე და ბიბლია არის ეს გამოსყიდვის წიგნი, გამოსყიდვის შესახებ. ცოდვად დაცემული ადამიანი ძალიან გახლართული არის ამ მდგომარეობაში და აწუხებს მას. შიშები აქვს, ფიზიკური სხეული აწუხებს, საზოგადოებაში ყოფნა აწუხებს. კანონის შეუსრულებლობის გამო ისჯება ბევრი, ამის ცახცახში არის და ბოლომდე არავინ არ არის დარწმუნებული რომ მართალია. აი იესო ქრისტეს შემოსვლით ადამიანი რწმენის ადამიანი რო შედის ამ იმაში ხვდება რომ იგი გამართლებულია ღმერთთან და არა თქვათ რომელიმე მეზობელთან. ღმერთთან გამართლება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა იესო ქრისტეს ვიღებთ როგორც უფალს. ძველი აღთქმა სწორედ ამის კარები არის, დასაწყისია და იგი პირველივე ფურცლებზე გვეუბნება ჩვენი ბედყრულობის შესახებ გვიყვება ისტორიას და აქედან გამოსავალსაც გვთავაზობს გამომსყიდველის სახით, რომელიც წითელ ზოლივით გაზდევს მთელ ბიბლიას და ფინალი არის გოლგოთა. მერე უფრო აღმდგარი ქრისტე, რომელიც მოწაფეებს ეახლება და აუწყებს თუ რა მოყვება ყოველივე ამას, მაგრამ დამთავრდება ყველაფერი, შემდეგ აცილებენ მოწაფეები ამას, ამაღლებული იესოს დიდებული სცენები არის ეს და ამ სიყვარულით გამსჭვალული მოციქულები მიმოიფანტებიან
დედამიწაზე და ავრცელებენ ქრისტიანობას. ასე მოაღწია ჩვენამდე ამ წიგნმაც ღმერთის სიტყვამ. და ისრაელი ერი იყო ამისი კარგი დამადასტურებელი, როგორც კონკრეტულ ისტორიულად არსებული ერი და ეს არ არის ტყუილი, რაც არის მათ ჩაწერილი. გააცოცხლეთ კადრები და მიხვდებით ეს რა არის და როგორ არის. ხო და მე რომ ანალოგია გითხარით ამ მტერის, ესე იგი, მაგალითი რომ მოვიყვანე მხლის რომ მტრის საქონელს თუ დაინახავ, იმდენად დაბოღმილი არ უნდა იყო. დღეს ბევრი ვერ ასრულებს ამას. მტრის ხატი ისეა ყველა ადამიანში, მტერთან რაც ასოცირდება, იმის დანახვა არავის არ უნდა. არა თუ ცხოველის და ქათის მოუკლავს კიდევაც იმას. ოთარანთ ქურივში გახსოვთ ალბათ ადრეც გითხარით და გავიმეორებ. გიორგი აკეთებს ამას ისე რომ ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი რომ ეს ყველაფერი ბიბლიიდან არის. ილია ჭავჭავაძე არც იცოდა ეს მის და უნებურად, აი ადამიანში როა ჩადებული ეს როგორ აჩანს იცით? გაცნობიერება ამისი კარგია. გიორგი სწორედ ამას აკეთებს რომ მოჯამაგირე კაცი როგორ უყარს ცხოველებს და ის მერე რა რომ მეორე კიდე მოჯამაგირე. აი ეს ხართეცოზია, წამოწოლე რა მოხდა მერე თუ კამეჩები იმ სიცხეში ჩავარდნენ იმ და ვერ ამოდიან და ღმუიან. გიორგი გადახტება იქა და გამოიხსნეს და გადაარჩენს ამ კამეჩს და იმას კი სახრეს უთავაზებს. გახსოვთ ალბათ ეგ ადგილი წიგნიდან თუ არა ეკრანიზირებული ვარიანტით მაინც გეცოდინებათ. აი მანდ არ არის ეს, საიდან არის ეს ნასესხები და ჩვენ როცა კარგად ვიცით ბიბლია, ან მიმოფანტულ ამ ჭეშმარიტებებს, ღმერთის ჭეშმარიტებებს ყველა სფეროში წავიკითხავთ და დავინახავთ და უფრო მეტად გამდიდდება ჩვენი ცნობიერება. აი ეს არის უკვე გამჯდარი მსოფლმხედველობა ჩვენში, როცა ასე ვხედავთ უკვე მოვლენებს და არა ფანტაზიით, არა თვითგიპნოზირებით, რომ მე უკვე სულებთან ლაპარაკობ, მე სულიწმინდით დავდივარ, მე ენებზე ლაპარაკობ, გავკოტრიალდები, ყავს ჯოგი, ვატყუებ. არა მეგობრო, ეს ქრისტიანობა არის კაცრად რეალისტური მსოფლმხედველობა და ძალიან კარგად გამრკვევი იმ საზოგადოებისა ნორმების გამოსამუშავებლობის და ჩვენ ვიმყოფებით. ესე იგი, მარტივად რო ვთქვა, ეს ქრისტიანობა რითით რაში გვადგება? სწორი ურთიერთობას გვაგებინებს იმ სამყაროში, რომელშიც ვიმყოფებით. თორე ეს ძნელია ურთიერთობა ადამიანებთან. ინსტრუქციებით ვერ ვიმოქმედებ. ხა კანადაში უნდა სპეციალურად შეისწავლო ის კონსტიტუცია და კანონები, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთობას ადამიანებთან, მაგრამ საქართველოში სხვა კანონებია. რო გადმოდიხარ იქიდან აქეთ, იმ ურთიერთობებით რო შემოდიხარ, თავში რო გაქვს, ვერ აგებ ურთიერთობას ამას და პრობლემაც ეს არის. ამიტომ არის კარგი უნივერსალური კანონის გაბატონება ჩვენ თავში, რომელიც არის ბიბლიაში. აი ამ სწავლაც აი ეს ფასი აქვს და ეს და არა ის რომ გავაკვიროთ ერთმანეთი ცოდნით დღეს ახლა წიგნიერ ადამიანს ცოდნით ვერ გააკვირვებ თვითონაც ამოყრის საავემეებს მოამზადებს თემას და დაიდება და წაიკითხავს თავარი გული ჩვენი შეირხა თუ არა ამოცანა ეგ არის შეირხას ჩვენი გული და აი მან იმუშაოს სულიწმინდა ისე რომ ნაყოფებით გავიგოთ რომ სულიწმინდა ჩვენთან არის და არა ჩვენი ფანტაზიით სულიწმინდასთან ურთიერთობას მე ვგებულობ ხოლო იმ შემთხვევაში როცა ჩემგან ნაყოფი არის ეს ნაყოფი გამოდის როგორც ფიზიკურ პლანში ისე აზროვნებაში და ლაპარაკში ამიტომ მეგობრებო ამ თავებს რო სწავლობთ იმისათვის რომ ჩვენ გავიზარდოთ სულიერად თორე ის ახლა წიგნებით ვინ და მე მაინც ვერ გამაკვირვებს იმდენი წიგნები გაუულია ჩემ ხელში ბიბლიოთეკაში ყოფნის და საკუთარი ბიბლიოთეკა მაქვს და ჩემი თანამგზავრი განუყრელი წიგნი არის წიგნი კარგი რამეა მაგრამ წიგნი არ არის ჩემთვის გაკერპებული რამ და წიგნთა წიგნი ყოველთვის თან დაყვებოდა ჩვენ ბიბლიას გულისხმობ და მასში შემავალი ის შენაკადები რომლებიც ბიბლიაზე აგებული წიგნობრები გვიწერდნენ მხატვრულ ნაწარმოებებს ფილოსოფიებს ყოველთვის ჩემს მასში მოიაზრება ბიბლიოთეკაში აი ეს მინდოდა ამ საკითხთან ჩემი შთაბეჭდილებაც გამეზიარებინა ისე კი თუ ჩვენ ამას კიდე გავყვებით კარგად კიდე წავიკითხოთ 23 თავი და მე-4 მერე გადავიდეთ 25-26 წინ და წინ რა იწყება თავზე ჩვენ მივადგებით კარავს რა და სიმბოლური დატვირთვა რატომ არის ეს ძველაღთქმაში რა ჭკუის სასწავლებელია ჩვენთვის და როგორ გავაცოცხლოთ ის რაც თითქოს და იცი ძველია არაფერი ძველი არ არის გამიგეთ რაც ჩვენ არ გვიგემია რასაც იგემებთ უკვე ის ცოცხლდება ასე რომ ძველი აღთქმა ჩემთვის იმ თვალსაზრისით კი არ არის ძველი რომ იქ მოძველებულია. ეს არის რწმენა, როგორც ადრე გითხარით, ძველ აღთქმაში არის რწმენა გამომსყიდველისა. ახალი აღთქმა არის რწმენა გამოსყიდული ხარ. ასე რომ ძველი არ არის, იქ მკვირდებიან ჩვენ რომ გამომსყიდველი მოვა და ყველაფერი მიანიშნებს ამაზე. კანონი გითხარით რას მიანიშნებს? ცოდვილობას. რომ ცოდვილი ვარ. ცოდვილიც თუ აღმოაჩინე რომ ცოდვილი ხარ, მაშინ შესაძირავია საჭირო. და აქედან იწყება უკვე ლევიტელებში რო გადავდივართ მესამე წიგნი რიგითი, 5 წიგნეულისა, უკვე აი რა ხდება და რის გარდა განთავისუფლებელი, რატომ ვარ ჩვენ აი ქრისტიანულ ეპოქა, მადლის ეპოქაში რო ვარ. ჩვენ სხვათა შორის ქრისტეს ჯვარცმის გაკვრის მერე მადლის ეპოქაში ვართ. და ძვირფასი რამეა ეს. ამაზე ვარი რატო თქვა და რატო ჩავიდეთ ისე ორგანიზაციებში, წესებში, რიტუალებში? არ ნიშნავს ის რომ თქვათ ორგანიზაციის წევრი არის მანდა მაინც ქრისტიანი. ხო, ეს არ არის სწორი. ორგანიზაციას არ ეკუთვნებოდა არც ერთი მოციქული.
ისინი ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდნენ. არც ქრისტე იყო ორგანიზაციის ლიდერი და რეფორმატორი. ქრისტეს არც ტომები დაუწერია, არც წიგნები გაუყიდია. არაფერი არ გაუყია, ის დადიოდა და სიყვარულს ქადაგებდა. პირველი რასაც ქრისტე აკეთებდა, სიყვარულს ქადაგებდა. სიყვარულით მოაჯადოვა მან ყველა და არა მეცნიერული თეოლოგიური ტრაქტატებით. მან და დაადასტურა ეს სიყვარული ჯვარზე გაკვირით. მოდი და ესეთ პიროვნებას ნუ შეიყვარებ, რომელიც ამავე დროს არის უნივერსალური ძალისა და სიბრძნის მატარებელი. ისეთი რო ყველგან არის. ეს არ არის სადღაც თაროზე შემოდებული. თითოეული ჩვენთაგანის გულში არის მესამე ჰიპოსტაზის სახით. ამას ქვია სულიწმინდა. სულიწმინდა ვინც დადიოდა აღწერილი არის ბიბლიაში და ელაპარაკება. დღეს სულიწმინდა არის, მაგრამ სულიწმინდის აქტივობა ჩანს შენს ნაყოფებით. ახლა რო გამანთავისუფლა იესოამ იმისგან კი არ გამანთავისუფლა რომ აღვირა ხსნილობისგან. არა. აღვირი მე თვითონ ამოვდე ჩემი მასა. ხდელი აღარ მჭირდება. შესაძლებლობები აღარ მჭირდება. ესე იგი მან გააკეთა ისეთი რამე რომ მე სრული თავისუფლება მომანიჭა ამ სფეროში და ეს არის სასიხარულო. ქრისტიანობა არის თავისუფლება ხალხო. ეს არ არის მონობის ფილოსოფია, ეს ყველაზე მაგარი თავისუფლებაა და აი იმაზე რო არის ლაპარაკი და თავისუფლებაზე. მანდაც არის ვისაც და გათავისუფლება უნდა გაანთავისუფლო 50 წლის მერე საიუბილეო წლის შემდეგ მონები ყველა ვინც თავისინებით მიეყიდა რომელიღაცა მდიდარ ხალხს უნდა გაენთავისუფლებინათ და ესეც იმ შემთხვევაში თუ ისინი ისურვებდნენ. ნახეთ რა მაგარი რაღაცა არის ეს. სრული თავისუფლება არის ქრისტიანობაში. ერთი ასეთი მაგალითი მაქვს მოსმენილი თუ არ ვცდები მაგისგან. ერთი მეკამათებოდაო მეო თავისუფლებაზეო რა და რაზე აფუძნებო შენ ამ შეხედულებას თქვათ თავისუფლებას რო ეხება. და ეს პიროვნება იცმევს ისეთნაირად როგორც აცვია უამრავ ხალხს. იმ საზოგადოებაში რომელშიც იმყოფება ზუსტად იმაზე სწორდება. მაგი ეუბნება აი მაგალითად თუ აი ბოდაიწყებსო თქვათ გამოსვლები რომელიღაცა თქვათ საპროტესტო გამოსვლები შენ შეუერთები იმათო? კი რა თქმა უნდა. ესე იგი შენ მოქმედებ და იცმევ და დადიხარ ისე როგორც უმრავლესობაო? კი ეუბნება ეს. მაშინ რანაირად ახარ შენ თავისუფალი? შენ არ ხარ თავისუფალი. ესე იგი ტრაბახობ თავისუფლებაზე და ამან გამოიჭირა იმაში რომ ამ ლაბარაკით რომ შენ თავისუფლების ფასი არ იცი. იმიტომ არ ახარ შენ თავისუფალი. შენ წარგმართავს საზოგადოება და პარტია რომელიც წევრი შენ ახარ და სად არის შენი თავისუფლება? თავისუფლება არის მარტო იესო ქრისტეში. ის ყოველ შემთხვევაში ის ათეისტი იყო და ათეისტს როგორია რომ თავისუფალი არის. ამან დაუმტკიცა ის რომ თავისუფლება არ არის ის რასაც შენ ხადაგებ და შენ არ ხარ თავისუფალი, ხარ მონა და მართლაც მონა ხარ თან მიწიერი სატანის მონა და თავს ვაწვდი როგორც თავისუფალს. აი სატანის ძლიერი ხერხი. მონად ხარ და არასოდეს არ გაგაგებინებს რომ მონა ხარ. იესო ქრისტე პირიქით თავისუფალი ხარ გეუნება და იყავი ჩემი მონა. ხო პარადოქსია. და ამ მონაში ყოფნობას არის სრული თავისუფლება. ამას როგორ გაიგებს ჩვეულებრივი ტვინი. ამიტომ იძახის პავლე ტრაბახით ქრისტეს მონას რო უწოდებს. მე პავლე ღვთის მონა, იესო ქრისტეს მონა და ამით იგი ტრაბახობს. იმიტომ ეს მონობა კი არ არის იმ გაგებით. ჩვენ რო გვესმის დაჩაგურულობის და ეს არის თავისუფლება. ამიტომ თქვა მაცხოვარმა იესომ რომ ჭეშმარიტება მე მევარო და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. და ამის ხატები და სახეები არის ძველ აღთქმაში, როცა იმ კანონებს მივადგებით, რაც წინას არის მონობაზე და აი საუბილეო წელს რომ უნდა გაანთავისუფლო ისა. შემდეგ არა მარტო ეს როგორ ზრუნავს ღარიბ ღატაკზე ღმერთი, როცა იძახის რომ მოსავალს თუ აიღებ, დატოვე რა, კლიანად არ გაკრიფო. ნეტა დღეს ვინმე იცავს ამას. რა მაგარი რაღაცა იცით რომ თუ გინახიათ და გინახ რომ უკრიფავს ვიღაცა რაღაცას დატოვებს იქა რა მათხოვარისთვის ვისაც საჭმელი არ გავიდა იმან მოკრიფოს ეს და თავთავებს რომ ყრის სხვათა შორის ამ წესის გამოძახილი და შესრულებას ხვდებით მე წიგნი რუთი რო არის ახსოვთ ალბათ იქ ნოემინი და თავის ირზალი რო ბრუნდება უკან აი საჭმელებს და იმას რუთი საიდან იღებს აი ეს წესები რო არ დაეცვა ბოყას შიფშილით ხომ მოკვდებოდა ეს ხალხი ხედავთ ღმერთი კეთის განსახიერება და სამართლიანობის ამ წესებს დღეს არავინ აღარ იცავს ამიტომ საჭმელზედაც ყოველთვის მიფიქრე ესეთ რამაზე იცით ჭარბად ჭამს ადამიანის საჭმელს ეს რესტორანი იქნება თუ რაღაცა და უნდა არ უნდა მე ხო შეჭამს მე გადაყრის ამას დატოვე რა ის ვიღაცისთვის ასევე ბიზნესი თანამედროვე დღის ბიზნესმენებს დღეს შეუძლიათ პლანეტა გამოყვებონ მაგრამ მე ფული როგორ გააკეთონ რაც დარჩება და რაღაცა არ გაიყიდა იმას ისენი თუ ტანსაცმელია ხევენ თუ საჭმელია ყრიან ეს არის დანაშაული აი რა ფაზაში შევიდა პლანეტა დღეს ვინ იცავს ღმერთის წესებს არავინ ამიტომ ეს ინდივიდუალურ სფეროში გადავიდა და თუ სხვა არ დაიცავს მე დავიცავ ამას გარკვეულ დონეზე და გარკვეულად ჩემი სული გადარჩეს იმიტომ რომ ავის არ უნდა დაუპვა სულიწმინდით მიერ არის დაწერილი ბიბლია და ვინ თუ არა მოსემ და იმებს კარგად იცოდნენ ეს და სწორედ ეს ხალხი არის ჩვენი ჯგუფის სასწავლებელი და მე იესოსთან რომ მივდივართ ჩვენ როგორც ჩვენ მხსნელთან და უფალთან და ვაღიარებთ ამას
აი ის გვეუბნება რწმენით უნდა მიიღო ის რომ მე აგამართლე შენ. თუ ოდნა ვეჭვი შემოვიდა შენი გამართლებისა, სულიწმინდა არ მოვა. კიდევ მეორე, პირველი ნაბიჯი სულიწმინდის შემოსასვლელად არის იესო ქრისტეს მიღება, როგორც თქვენი ცოდვილი ბუნების გამომსყიდველად და ცოდვილი ბუნება რომ გამოისყიდოს იესომ, უნდა აღიაროთ, რომ ცოდვილი ხართ. და აღსარება ქართულად, რომელიცაც ქვია ბერძნულში ჰომოლოგია, ნიშნავს იგივე სიტყვის თქმას, რასაც ღმერთი იძახი შენზე. ღმერთი იძახი შენზე, რომ ცოდვილი ხარ. ამიტომ შენც უნდა თქვა, რომ ცოდვილი ხარ და ცოდვის მასშტაბებმა უნდა ისევე შეგძრას, როგორც დავითი შეძრა. დავითმა და იმიტომ დაწერა 51 ფსალმოში, რომ ღმერთს თხოვს ლოცვით, რომ შემქმენი ახალი გულით და ახალი გონებით. ეს რაც გამოძახილია უკვე ჯერ კიდევ 8 წლის მერე რო შესრულდა ახალ აღთქმაში ქრისტე რო იძახის ნიკოდემოსთან საუბარში დაბადებაზე, მაღლიდან შობაზე. აი ეს არის ბირთვი ახალი აღთქმისა და აქედან ვარ ჩვენ თავისუფლები. გადავღალეთ თქვენი გონება, იმედია მომიტოვებთ, თუმცა მე ისეთ თემებზე არ მილაპარაკე, რომ თქვენი სულის რაიმე ზიანის მოვიტანოთ. ეს არის ცოდვადაცემული ადამიანის კონტურების შესწავლა და იმ სინათლეს და სიხარულის, რომელიც ქრისტემ დაგვიტო. ჩვენ ორივეს მოვიცავთ. ვართ ცოდვილი ადამიანი, რა შესაბამისად ქრისტე გვჭირდება. ცოდვა ჩავაბარეთ ქრისტეს, რომელმაც გამოისყიდა, ახლა კი ვთოკავთ და ვიმონებთ იმ სხეულს, რომელიც გარს გვარტყია და გვაქვს იმედი იმისა, რომ ქრისტეს დიდი დამსახურებაა ის, რომ სულიწმინდის მეშვეობით ჩვენ უფრო უკეთესები გავხდებით, ვიდრე ახლა ვართ. აი ამ ნოტაზე შეიძლება დაგემშვიდობოთ მე თქვენ დღეს ამ თემასთან დაკავშირებით.